ძვირფასო მსმენელო, მოგესალმები. გთხოვ გაამხნევო ქალბატონი ბარბარა, რომ ჩაწეროს ხმოვანი შეტყობინება ჩანაწერები. ვთხოვთ უკვე ძალიან დიდი ხანია და რაღაცნაირად თავს იკავებს და არ ვიცი რა ჩავწერო, მე მავიწყდება, ხო და ვინც ბარბარას მსმენელები იყავით ჩვენს პოდკასტ სამყაროში. გთხოვთ გავამხნევოთ, დაგვიკომენტარეთ, დაგვაინგეიჯეთ. გამოხატეთ ინგეიჯმენტი. დაგვიკომენტარეთ, მოგწერეთ ყველგან, სადაც ხელი მიგიწვდებათ, რომ ბარბარამ ჩაწეროს ხმოვანი ჩანაწერები, შეტყობინებები ჩემთვის, თქვენთვის და საბასთვის და მთელი სამყაროსთვის. ვუთხრათ, რომ გვაინტერესებს მისი აზრები და კარგად დააბალანსებდა ჩემს დაკიმასხრობას. თორე ისე არ კი ჯერა, მაგრამ რაღაცნაირად мотивация აკლია და აღარ ვიცი, მე რითი დავაშინო, თან შორს არის, ვერც ვერაფერს ვერ შევუსრულებ, რითიც არ უნდა დავაშინო პოდკასტიდანაც ვერ გავაგდებ. რაღაცნაირად დამეხმარეთ რა, თორე ის არის არ მომყვება ამ ინიციატივაზე, რომელიც თვითონ მოეწონა და ძალიან უყვარს მოკლე ფორმატის პოდკასტები და იძახდა, რომ მოკლე ფორმატი გავაკეთოთ, ის ვქონათ, ეს ვქონათ. აგე რა ბატონო, მოვიფიქრე, გავაკეთე ეს მოკლე ფორმატი და ზივარ და ჩემთვის ველაპარაკები ორი კვირა იმის შეაქვია voice message-ებში. საბაც მე საუბრება, მაგრამ OG duty free-ელების ის მინდა წამოწევა ასევე. სანამ ევა გათხოვდება და ბარბარა მოიცლის, რომ გრძელ ფორმატიანი პოდკასტების ჩაწერა გავაგრძელოთ. ხო და დამეხმარეთ რა რაღაცნაირად. პირადშიც მიწერეთ, ვისაც პირადში მიგესვლებათ, მაგრამ ასევე კარგი იქნება თუ პოდკასტის რომელიმე მედიუმში დაგვიკომენტარებთ და გამოხატავთ თქვენს სურვილს, რომ ბარბარა დაბრუნდეს ჩვენს სამყაროში, ჩვენს universe-ში, duty free universe-ში, რომ დაბრუნდეს, იმიტომ რომ მის ერთგულ მსმენელებს ენატრება. გმადლობთ წინასწარ. არა, წინასწარ არაფერიც არ გმადლობთ. ჯერ გააკეთეთ და მე გადაგიხდით მადლობას. ბოდიში, დღეს არა ვარ მოწოდების სიმაღლეზე.